რასთან არის დაკავშირებული მცირე რაოდენობით სისხლიანი გამონადენი მენსტრუაციებს შორის ქალებში, რომლებიც არაფერს არ ღებულობენ. არანაირ პრეპარატს არ მკურნალობენ, მაგრამ რატომღაც აქვთ მენსტრუაციებს შორის მცირე რაოდენობით სისხლიანი გამონადენი. ასევე არიან ქალები, რომლებიც ღებულობენ სხვადასხვა სახის ჰორმონალურ პრეპარატებს, ექიმის დანიშნულებით, იქნება ეს იარინა, ჟანინი, ჯესი, კლაირა, ვიზანა და ამის ფონზე მენსტრუაციებს შორის აქვთ მცირე რაოდენობით სისხლიანი გამონადენი. ალბათ დამეთანხმებით, რაც დავიწყე აი ამ მიკროფონის გამოყენება, ჩემი ხმა გაცილებით უფრო მკაფიო და სასიამოვნოა. ახლა კი მიზეზები და რამდენად ნორმალურია ჩვეულებრივ, ბუნებრივ, ფიზიოლოგიურ ციკლში მენსტრუაციებს შორის მცირე რაოდენობით სისხლიანი გამონადენი. თუ სისხლიანი გამონადენი აღინიშნება მენსტრუაციებს შორის შუა პერიოდში, არა რამდენჯერმე და სხვადასხვა პერიოდში, არამედ შუაში, აი მაგალითად თუ გაქვთ 30 დღიანი ციკლი, ანუ მენსტრუაციის დაწყებიდან შემდეგი მენსტრუაციის დაწყებამდე არის 30 დღე, შუაში, ანუ მე-15 დღეს გაქვთ მცირე რაოდენობით მოვარდისფრო, შესაძლოა მოყავისფრო გამონადენი. ეს დიდი ვარაუდით არის დაკავშირებული ოვულაციასთან და ეს ფიზიოლოგიური, ბუნებრივი მოვლენაა. ოვულაცია, ანუ კვერცხუჯეთის გამოსვლა საკვერცხიდან ხდება მენსტრუალური ციკლის შუა პერიოდში და სწორედ ეს არის განაყოფიერების პერიოდი. ამ დროს მკვეთრად იცვლება ჰორმონების რაოდენობა და ზოგიერთი ჰორმონი მკვეთრად მატულობს, ზოგი იკლებს და ჰორმონების ამგვარ მკვეთრ ცვლილებებს ორგანიზმი აღიქვამს თავისებურად და ყველა შემთხვევაში ვერ ახერხებს სათანადო ადაპტაციას, რის გამოც ხდება მცირე რაოდენობით ენდომეტრიუმის ჩამოშლა, რაც არის ფიზიოლოგიური და ნორმალური. მაგრამ მენსტრუაციებს შორის სისხლიანი გამონადენი შეიძლება იყოს დაკავშირებული სხვადასხვა პათოლოგიებთან. იქნება ეს საკვერცხის კისტა ან საშვილოსნოს ყელის სხვადასხვა დაავადებები. ამიტომ ამის ზუსტი დიაგნოსტირება და დიფერენცირება თუ რა მიზეზით არის გამოწვეული სისხლიანი გამონადენი მენსტრუაციებს შორის შეუძლია მხოლოდ ექიმს. რაც შეეხება ჰორმონალური პრეპარატების მიღებისას სისხლიან გამონადენს, რამდენად ნორმალურია ეს, შეიძლება იყოს ფიზიოლოგიური, ნორმალური, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქალი იწყებს ჰორმონალური პრეპარატების მიღებას, ეს შეიძლება იყოს დაკავშირებული უბრალოდ ორგანიზმის ადაპტაციასთან ჰორმონების გარკვეული დონის მიმართ. როგორც წესი, რამდენიმე თვის შემდეგ ორგანიზმი, ასე ვთქვათ, ეჩვევა ჰორმონების ახლებურ დონეს და მას უკვე აღარ აქვს სისხლიანი გამონადენი. მაგრამ ასევე სისხლიანი გამონადენი საშოდან მენსტრუაციებს შორის, როცა იღებ რომელიმე ჰორმონალურ პრეპარატს, შეიძლება იყოს დაკავშირებული იმასთან, რომ არასწორად ღებულობ მას. ან გამოტოვე აბი, ან დალია არასწორი დოზა, ან მენსტრუაციის არასწორ დღეს დაიწყე მისი მიღება. და ნებისმიერ შემთხვევაში, როცა გააქვთ სისხლიანი გამონადენი მენსტრუაციებს შორის, აუცილებლად უნდა მიმართო ექიმს იმისთვის, რომ მან დაადგინოს, რამდენად ნორმალურია ეს მოვლენა თქვენს კონკრეტულ შემთხვევაში და ხომ არ არის დაკავშირებული რაიმე სახის დაავადებასთან.